თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეგრძალოთ ამერიკაში მოგზაურობა, წერს ამერიკის საელჩო საქართველოში და მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონსულო ოფიცრებს სრული წვდომა აქვთ მოქალაქეების საიმიგრაციო ისტორიაზე. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30,000 ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეუფარდეს. პოლიტიკოს პროკურორის ნებართვის გარეშე აიგრძალა საზღვრის კვეთა. ჩამოართვეს პასპორტი და პირადობის მოწმობა. ვაშაძე გირაოს გადახდას აპირებს, მისი თქმით საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ დევს. შეიარაღებულ თავდასხმას მექსიკაში სულ მცირედ 11 ადამიანი ემსხვერპლა. ბანდის წევრები სტადიონზე შეიჭრნენ და შეკრებილ ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნეს. მოკლულებს შორის არიან ერთი ქალი და ბავშვი, დაიჭრა ათობით ადამიანი. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სანქტ-პეტერბურგში მობილურ ინტერნეტს თიშავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ინფორმატიზაციისა და კავშირგამბულობის კომიტეტი ავრცელებს და გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მოტივით ხსნის.